თქვენ მართალი ბრძანეთ ეს სამსახური საგარეო დაზვერვის სამსახური ძალიან სერიოზული ნაწილი არის პუტინის ხელისუფლების და მძლავრის და ის რომ საჯაროდ გამოიტანეს ეს თემა და რაღაცა დაიწუწუნეს კიდევაც რატო ერევა კონსტანტინოპოლის ასე ვთქვათ მართლმადიდებლური სოფლიო ეკლესია ამაში ჩემი აზრით ნიშნავს იმას რომ მათ პრობლემა გაუჩნდათ და ორი სიტყვით რომ აღურებოს აუცილებლად რაში მდგომარეობს ეს პრობლემა ეს ეხება არა მხოლოდ უკრაინას უკრაინა ცნობილი ამბავია რომ უკრაინაში გაყოფილია ეს ერთ ნაწილს ქვია UAPC ანუ უკრაინის ავტოკეფალიური православный ცენტრი, როგორც უბრალოდ ქვია, მეორე ქვია UPC, უკრაინის православный ცენტრი, რომელიც მოსკოვის არის, რომელიც ავტოკეფალიური მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის პატრიარქოს დაქვემდებარებული და იმას ცნობენ ისინი კანონიკურად რუსები, ხო? ანუ ორი სრულიად ერთმანეთთან დაპირისპირებული ცენტრი. მაგრამ აქ უფრო მწვავე დგას საკითხი აფხაზეთის. აფხაზეთი არის დღეს უფრო რის გამოც 2017 წელს ის ილარიონ ალფეევი აქ იმყოფებოდა რასაც უკავშირებენ მეუფე შიო მუჯირის შემთხვევაში ერთი დღე იმყოფებოდა აქ და პატრიარქი ხთომაში ეს ალფეევი რომელიც ახლაც იმყოფებოდა ეს საკმაოდ საინტერესო ფიგურაა არანაკლებ გავლენიანი ვიდრე ძალიან ნიჭიერი ადამიანია და ერთდროს ძალიან კომპოზიტორი თუმცა ახლა უკვე პრობლემა ფილოსოფიის დოქტორია 80-იან წლებში სტიქაროსნებს ახურობდა დიახ მე სერიოზული ურთიერთობები ძალიან ავტორიტეტული კაცია ნამდვილად განათლებული კაცია და რას გზნობს ის რატო იყო ამ დელეგაციაში რომ ახლა გათავისუფლებულია ეს მას საგარეო მინისტრის ეძახდნენ იმიტომ რომ კირილთან ძალიან დაახლოებული იყო პუტინის მოძღვარის გახდა თვითონ უშუალოდ პუტინის მოძღვარი ეს არის მოძღვარი ძალიან დაახლოებული პირია და ვინაიდან ამ დელეგაციის ხელმძღვანელი ეს იყო მაინც ეკლესიური დიპლომატია როგორც დაარქვეს მას მოსკოვში ამის ხელმძღვანელი ვერ იქნებოდა ბელორუსიის ეგზარქოსი აქ იყო ისიც იმიტომ რომ ბელორუსიას არ აქვს ავტოკეფალია ეს არის ავტოკეფალიური ეკლესია ეს ეგზარხატია და შესაბამისად ეს ამას მიტროპოლიტის სანი შეუნარჩუნეს მიხედავ იმისა რომ აი რაღაც მონაზონის ამბავი საკმაოდ სკანდალი გამო ხო ის ფაქტობრივად გაუშვეს ყველა თანამდებობა და ის იყო უნგრეთის ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი მაგრამ დღეს ეპისკოპოსი მანამდე საერთოდ უნგრეთში რატომ გადაიყვანეს ანუ ის იყო საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი და ალექსისთან ყველაზე დაახლოებული პიროვნება და ითვლებოდა რომ ის შეიძლებოდა გამხდარიყო მომავალში მემკვიდრე მოსკოვის საპატრიარქო ტახტისა დიახ და აქ უნდა ვეძებოთ ზუსტად ის ძაღლის თავი რომ მას დაუპირისპირდნენ ნუ თვით მოსკოვში თქვენ რომ ეს ცოტა გამოგონილი ისტორია რის გამოც ასე შეერა ფაქტობრივად გააგდეს მოთქვათ ყველა იმიდან რა მოუსწრეს მთელი კარიერა შეიძლება ითქვას ხო მაგრამ ის ახლა პუტინმა შეიყვანა ამ ძალიან მნიშვნელოვან დელეგაციაში რა ხდებოდა თბილისში ასეთი მნიშვნელობის საკითხი გარედაც გამოჟონა ხო ამან რომ ვის უნდა აეგო წესი ამ ძალიან ავტორიტეტული ირონებისთვის რომ აი სოფლიო მართლმადიდებლურ საზოგადოებაში ჩვენი საყვარელი პატრიარქის ავტორიტეტი იყო ძალიან მაღალი და ვის უნდა აეგო წესი რა თქმა უნდა მოსკოვში სურდათ რომ ეს ყოფილიყო მათ დაქვემდებარებული იერარქი და სახელდებოდა კიდევაც ალბათ თქვენს მიაქცევით ყურადღებას რომ სწორედ ის ბელორუსის ეგზარქოსი რომელსაც უნდა აეგო წესი პატრიარქი მაგრამ ეს ასე არ მოხდა სწორედ ბათლომემ კონსტანტინოპოლის სოფლიო ეკლესიის მესეურმა აუგო წესი პატრიარქს თუმცა იქ იმყოფებოდა ეს დელეგაცია ეს გარკვეულად მარცხად აღიქვა სწორედ ნარიშკინის უწყება და აქედან დაიწყო ეს ყველაფერი რა იყო საჭირო ეკლესია რომელიც არის დღეს აფხაზეთში რომელიც ძალიან მნიშვნელოვან ქონებას ფლობს არ არის არავის მიერ აღიარებული ეს არის სრულიად თვითმოქმედი იქ არის ვინმე დოროთე დვარი არქიმანდრიტია და ამბობს რომ მე ვარ აქ ეპისკოპოსის მე ვარ ყველაფერი თუმცა ვისი მეტონ ვისი ვარ არავის დანიშნული არ ვარ ის არ ემორჩილება რუსეთ არც ცნობს და არც ელაპარაკება ამბობს ის ემორჩილება კონსტანტინოპოლის პატრიარქს ანუ იმ
პატრიციული ბავშვობის ის აქ იყო ჩამოძანებული და აღცნობს რუსეთის ეკლესიას. ის უფრო ურთიერთობს უფრო ორი სიტყვა, იმიტომ რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ოფიციალურად არ ცნობს. ბარის ასე ვთქვათ, კი, ურთიერთობდა შეიძლება ითქვას და თავის თავს ასე აორს რომ მე ევქარისტიულ კავშირში ვიყოფები იქ. ანუ სოფლიო ეკლესიასთან არც რუსეთთან, არც საქართველოსთან არ მაქვს ესეთი პირდაპირ ევქარისტიული კავშირი. აქ ლაპარაკი არის რომ თავარი აი ბატონის როგორც გავიგეთ ამ თემებს ვინც ცნობს ავტოკეფალიას აი იურიდიულად მარტო სოფლიო აი ეს კავშირი რომ მოსკოვს ეს არ შეუძლია მოსკოვის ავტოკეფალიას ცნობილი არის სწორედ იმ საეკლესიო სოფლიო საეკლესიო კრება აკეთებს ამას და იქვე განისაზღვრება ავტოკეფალიასთან თად გეოგრაფიული საზღვრები ამ გეოგრაფიულ საზღვრებში მოქცეულია აფხაზეთი ამიტომაც იყო ჩვენი პატრიარქი და იქნება ვინც იქნება მომავალ საქართველოს პატრიარქი ცხო აფხაზეთის ეპისკოპოსი. იმიტომ რომ ეს დადგენილია იქ. თუ იქ არ შეიცვალა სოფლიო კრებაზე, ვეც სოხუმი სოფლიო საპატრიარქოს მიერ. ბატონ კოდე, აი ამ საეკლესიო თემატიკას სხვა კუთხითაც შევხედოთ და დაგიბრუნდებით აუცილებლად ეს ერგო იკვლევს ამ თემებს და ეს არის პირველი შემთხვევა და მოულოდნელობა, როდესაც რუსეთი ცდილობს თავისი პოლიტიკური ინტერესების რეალიზებას სხვადასხვა ინსტრუმენტებით და თავის დაუცხადია ერთმორწმუნეობის თემატიკა. თქვენ შემდეგ გადაცემაში ვისაუბრებთ პუტინის და ფაშინიანის დღევანდელ შეხვედრაზე. 4 ძირითადი აქცენტი იყო და ამ 4-დან ერთი იყო ერთმორწმუნეობა, ვთქვათ, ვერ თქვეს იმ ცივილიზაციური, ტრადიციული ღირებულებითი ერთობა სომე ხალხთან ერთადო ჩვენიო რა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია საერთო ნარატივის და მათი ამოცანების და ჩვენ ამ ხრივ გვაქვს ძალიან ცუდი გამოცდილება რუსეთთან ურთიერთობის, რა დამართეს ზოგადად ჩვენს ეკლესიას, რა დამართეს ჩვენს წმინდა პატრიარქებს. რომლებიც ხოთ შორისორით მისი უწმინდესობის ინიციატივით წმინდანთა დასს შეუერთდნენ და იმ წამების გამო რომლებიც მათ რუსებმა და ბოლშევიკებმა მოწიეს და მაგრამ თანამედროვე სიტუაცია მაინც არის საკმაოდ საგრძნულად განსხვავებული, იმიტომ რომ ინსტიტუციურადაც უკვე მდგრადი ვითარება არის და სინოდში გვაქვს მოცემულობა, როდესაც აბსოლუტურ უმრავლესობა დარწმუნებული ვარ ეპისკოპოსების, თავარეპისკოპოსების, მიტროპოლიტების იაზრებენ იმ უზარმაზარ ისტორიულ პასუხისმგებლობას, რომელიც არა მარტო დიდი ქართული პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ მათ ზურგზე გადმოვიდა, არამედ იმ მნიშვნელოვან ფაზას, მომენტს, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივი ხერხემლის განმტკიცებას უკავშირდება და ეკლესიის ამ მხრივ სწორი პოზიციონირება ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება, მათ შორის რუსებისთვისაც. აი თქვენ ამ კონტექსტს როგორ შეაფასებთ? ეს ტრადიციული კონტექსტი, როდესაც რუსეთის იმპერიის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო და ინსტრუმენტიც არის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და მცდელობა იმისა, რომ რუსეთი იყოს მართლმადიდებლობის ცენტრი და ცნობილი არის როგორც კი ასე ვთქვათ შემოაბრუნა სტალინმა თავისი პოლიტიკა ეკლესიის მიმართ გარკვეული მიზნებისათვის პირველი რაც გააკეთა ორი კრება მოიწვია, სადაც ცდილობდა რომ ეს ყოფილიყო სოფლიო კრებები, ორივე შემთხვევაში მან დაპატიჟა ფაქტობრივად ყველა მართლმადიდებელი ეკლესიიდან მაღალი იერარქები, ორივე შემთხვევაში ცდილობდა რომ ჩამოეყვანა იქ კონსტანტინოპოლის პატრიარქი და გარკვეულწილად ამითი ყოფილიყო განსაზღვრული ასე ვთქვათ რუსეთი როგორც ცენტრი გადმოსულიყო არა კონსტანტინოპოლში ყოფილიყო, არამედ რუსეთში. და ძალიან საინტერესოა ის წერილი, რომელიც თქვენ ახსენეთ, სადაც კარგი საბჭოთა ენით პირდაპირ ნათქვამი არის, რომ თითქოს მსოფლიო პატრიარქი სურვილია რომ გაყოს მართლმადიდებელი სამყარო, ხო? და სინამდვილეში თუ ვინმე ხლეჭს ამ მართლმადიდებელ სამყაროს, თუ ვინმე აზიანებს ამ სამყაროს, თუ ვინმე აზიანებს მართლმადიდებელ ქვეყნებს და მათ ეკლესიებს, ეს არის რუსეთის ეკლესია, რომელიც ცდილობს დაიქვემდებაროს და თავისი პოლიტიკის სატელიტ
წელიწად აქციოს ყველა ეკლესია და ერთ-ერთი ცენტრი მართლაც მსოფლიო პატრიარქია არის ის ფიგურა, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს და მართლაც აღმოსავლეთ ევროპის ძალიან ბევრი ეკლესია სწორედ არის, ასე ვთქვათ, დისტანცირებული და ასევე ახლო აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიები არის დისტანცირებული რუსეთისაგან და ახლა ბრძოლა მიდის საქართველოსთვის, ხო? მართლაც, ასე ვთქვათ, ავტორიტეტული ფიგურა გარდაიცვალა და ასე ვთქვათ, რუსეთი ბოლომდე არ არის განსაზღვრული მისთვის რა მოხდება. განუსაზღვრელი ამბავია, ხო? და თანაც ერთმნიშვნელოვანი არის, რომ გარკვეული თავისუფლება არის და ახლა არავინ არ არის თუ შეიძლება ითქვას სინოდში საქართველოს ეკლესიაში ისეთი, რომელიც ასე ვთქვათ, შეიძლება სიტყვა ავტორიტეტი, ხო, ეგეთი ფიგურა ვერ ხედავთ, შეიძლება ვიღაცა უფრო ავტორიტეტულია, ვიღაცა ნაკლები, მაგრამ ფაქტია რომ ერთხელ წინა გადაცემაში თქვით რომ ეს არის დიდი გამოწვევა რაც მოხდა ხო ამ ეკლესიისთვის, მაგრამ სადაც გამოწვევა იქნაც არის, ხო, რომ აშკარად დემოკრატიული პროცესი, რასაც ქვია, აქ შესაძლებელია წარიმართოს დემოკრატიული პროცესი და სწორედ აი ამ პროცესის ჩახშობა უნდა რუსეთს და დაქვემდებარება ქართული ეკლესიის და აქ ფაქტი არის რომ ის ლობირებს გარკვეულ ასე ვთქვათ ვიღაცეებს ლობირებს და აქ უნდა ვთქვათ აშკარად რომ საქართველოს სახელმწიფოსაც იყენებს ხელისუფლებას იყენებს ამისთვის. ანუ საქართველოს ხელისუფლება ამ შემთხვევაში არის სამწუხაროდ ის მექანიზმი რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ზეწოლას ანხორციელებს, ჯერ პატრიარქის სიცოცხლეში ზეწოლას ანხორციელებდა ეკლესიაზე და მით უმეტეს ხედავთ უბრალოდ, რომ ეს ზეწოლა სრულიად ცხადია. ანუ ორი პროცესი მოდის. ერთი მხრივ არის რუსეთის ინტერესი, მეორე მხრივ რუსეთის ინტერესს, ასე ვთქვათ, მხარს უჭერს საქართველოს სამწუხაროდ საქართველოს სახელმწიფო და ქართული ოცნება. სხვა შორის ერთი დეტალი შევამჩნიოთ ყველამ, როდესაც ამ რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებაზე კომენტარი თხოვეს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ჩაღმაიძემ მოკლე კომენტარი გაუზიარა მედიას და ფორმულირებული ასე იყო, რომ ისინი ვერ ხედავენ და გამორიცხავენ ადგილობრივი ეკლესიების ჩარევას სინოდის გადაწყვეტილებაში. ანუ პასუხი იმაზე კი არ იყო, რომ ვინ ეკითხება საერთოდ რუსეთის საგარეო დაზვერვას, ან როგორ ბედავს, რომ ასეთ განცხადებას აკეთებს, ან როგორ ბედავს, რომ სინოდის საპატივცემულო ორ წევრს რაღაცა ტიპის манипуляციებში და ვიღაცის ხელის ბიჭობაში ადანაშაულებს, ხო? ამაზე იყო ლაპარაკი იმ განცხადებაში. ეს კი არ ითქვა. ითქვა ის, რომ არაო მოინერვიულებთო ირიბი მესიჯი ეს იყო, ხო? ირიბი შეტყობინება, ყოველ შემთხვევაში ეს ძალიან მოხვდა ყურს ამ ტიპის ამ შინაარსის სახსნა განმარტება, რომ ადგილობრივი ეკლესიები, ანუ სხვა ეკლესიები, ამ შემთხვევაში სოფლიო საპატრიარქო, ვისკენაც საგარეო დაზვერვის, ასე ვთქვათ, ის არის იყო მიმართული, რომ არაო ისინიო არ ახდენენ და ვერ მოახდენენ გავლენას, ხო? დაწნარით ვერ მოახდენენ გავლენას. ახლა რაც შეეხება ამ გავლენებს და ჩვენ ვახსენებთ როგორც ინსტრუმენტი, ბევრი ამ ქვეყანაში დიდი ხანი არ არის, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, დაინგრა, მაგრამ ასე ვთქვათ, აქედან აი ამ რუსული რესურსების გაწოვას ალბათ კიდე ბევრი დრო დაჭირდება ამ ქვეყანაში და აქტიური მუშაობა და ჩვენი სახელმწიფოებრიობის და ინსტიტუტების გამტკიცება. გვაქვს ასეთი მოცემულობა, როგორც ერგო მახსენებდა, მე ეჭვება თქვენ გქონდეთ განსხვავებული აზრი, ის სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც უნდა წარმოადგენდნენ სახელმწიფოებრივ ფილტრს საქართველოში საგარეო არაჯანსაღი ინტერესების შესაჩერებლად, სამწუხაროდ აქტიურ კოლაბორაციაში არიან მათთან. ანუ ჩვენ დღეს უფრო მეტად გვიგვირს, რომ რუბიომ დარეკა აქ ყურმელზე ვიღაცა მოპასუხა, ვიდრე ამბები იმის თაობაზე, როგორც ჩამოყავდათ საქართველოში არა მარტო SVR-ის, სხვა სპეცსამსახურების ხელმძღვანელებიც და უშლიდნენ სუფრებს, აკეიფებდნენ და მერე
საბაჟუჟზე შემოსულ რომელიღაცა რუსის შემთხვევით რომ ამოვარდებოდა და უკან გაუშვებდნენ და მერე გავარკვევდით რომ ეს პუტინის მიერ დევნილი ადამიანია, მათთვის არასასურველი, თუ რა ვიცი ხა რომელი ერთი დაგისახელოთ, რომელიც გამორიცხულია რუსულ სპეცსამსახურებთან აქტიური თანამშრომლობის გარეშე, ან ესეთი სიები დგებოდეს, ან კიდევ ჩვენივე სპეცსამსახურებისა და სამხედროების აი კონკრეტულ ადამიანებს ესე დევნიდნენ, რომლებიც რუსებისთვის ყველაზე მიუღებელი არის. ამ პირობებში როგორ აფასებთ თქვენ ამერიკელების პირველ შედარებით უმაღლეს დონეზე კონტაქტ საქართველოს ხელისუფლებასთან? რა მიზანი ქონდა მას? ორი სიტყვით თუ შეიძლება რომ აზრი დავასრულო, ამის რომ მაინც პრობლემა არის ნარიშკინის უწყების ასეთი ხმამაღალი შეძახილი რას უკავშირდებოდა, რომ აი ის დელეგაცია 80 კაციანი რომელიც აქ იმყოფებოდა კამერას ემალებოდა. ისინი ფაქტობრივად ყველანაირად ცდილობდნენ რომ არ გამოჩენილიყო. ერთი განცხადება არ გაუკეთებიათ და თანაც პრინციპში ეს გავრილოვიც მინდა რომ გავიხსენო. ის გავრილოვი რასოულში იყო აქ ჩამოსული ისევ ქრისტიანული აქ კონფერენციის სოფლიოს არის კომუნისტია თვითონ ის გავრილოვი, მაგრამ ის იმხელა შალში აღმოჩნდა ამაში გახურული ახლა ნახეთ და ყველაზე მეტად თვალში ჩაცები რასაც მიმოქცია ყურადღებას როცა მეუფეში ჩამოთვალა დელეგაციები, სოფლიოდან ბევრი დელეგაცია იყო ჩამოსული. თუ მიაქციეს ყურადღება რუსეთის დელეგაცია არ იყო ნახსენები. მეუფეში ეს ჩამონათვალში ვინ ესწრებოდა ამას რუსეთის დელეგაცია არ უხსენებია. ეს ეთქვა მათი თხოვნა იყო, რომ არ გამოკვეთილიყო, ხო, ამ პატლომბესთან ერთად, რომელიც რომ მთავარი ფიგურა იყო, წესი აუგო, ვიღაც რუსეთის დელეგაციაც აქ ძალიან შეურაცხყოფელი, ძალიან შემაშინებელი იყო. ეხლა გადამოვიდეთ ძალიან მნიშვნელოვან აღნიშნეთ ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ესე იგი, პრაქტიკულად ბევრი რამ იცვლება მიუხედავად იმისა, და ვთქვათ, ვიდავე აქ რუსეთის, ასე ვთქვათ, ნარატივების შემსრულებელი ხელისუფლება არ ამაში ამე განსაკუთრებული არაფერი არ არის, ვიცით, ყველა იციან თვითონად. ხო, მაგრამ ნახეთ, ესენის ხო გაუბედაები არიან. როცა ჩვენ ვეუბნებით მაგალითად მთავრობის წარმომადგენლებს დღეს ან პარლამენტის წარმომადგენლებს თუნდაც თქვენთან ჟურნალისტებთან დებატი, რას ლაპარაკობთ? რატო გვეუბნებით, რატო გვაბრალებთ, ხო? თქვენ ამის გულისთვის პასუხისმგებლობაში მიქცევთ ასე. ანუ ეს ძალიან წყინთ, როცა მათ ამას ეუბნებიან, აი იმის გაგრძელება, რომ ისინი იმალებოდნენ. აი როგორც იმალებოდა რუსეთის დელეგაცია, ხო, სამების ეკლესიაში. ესე ესენიც ემალებიან და ეფარებიან ფარდას. ხო, ნარატივიც ხო შესაბამისი აქვს. ნეიტრალურობის ხაზითაა შემოპარებული რუსულობა. ანუ პირდაპირ მოდი ხალხო გავხვდეთ პრორუსები და რუსები გავხვდეთ. ამას არ ამბობ, მივხვდით თქვენ რასაც ამბობთ. იქაც კი ნარატივის ნაწილშიც კი სხვა ფორმით ფუთავენ ამას. ნეიტრალურობა. ირანის ამბებმა, ამ ვენესუელის ამბავმა აქაც ძალიან ბევრს რომელთაც ჰქონდათ ეს იმედი და ივანიშვილის თავად შეცდომა და მე ვთვლი, რომ ის ბოლომდე დარწმუნებული იყო რუსეთი გაიმარჯვებდა უკრაინასთან ომში, რუსეთი თეთრხანზე დაჯდებოდა, მერე ის გახდებოდა მართლმადიდებლობის ცენტრი, აჯობებდა ბათლომასაც, კონსტანტინოპოლს, ეს ილუზიები, მაგრამ ეს იყო, რასაც მას ეუბნებოდნენ, რაში დარწმუნებდნენ მოსკოვიდან. და ეს აუცილებლად ასე მოხდება სამ დღეში. ომი დამთავრდება უკრაინაში, მერე საქართველოსაც შემოვიერთებდი უკრაინასაც და ყველაფერს, ხო? ეს ასე არ მოხდა. და ახლა ირანის აბება ვენესუელა განსაკუთრებით რომელიც დასრულებულია, ირანი კიდე ხო ჯერჯერობით ხო ბოლომდე კიდე შეიძლება რაღაცების იმედი ქონდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს დასრულდება იმ საერთო გეგმით, ხო? რა მე კუბა იქნება, მე დანარჩენი ყველაფერი და ამას ყველაფერს ჩვენ ნახავთ, მაგრამ ნახეთ აი ვენესუელაზე რო ვთქვათ ორი სიტყვა, იქ ხო დასრულდა, იქ ხო დაინახეს რომ ეს იმედები, ილუზიები, ბრიქსი ყველაფერი ნელა მოკვდა. კუბა არ იქში ახლა უპრობლემოდ დელდელა წნარად ჩვიდათ ყოველგვარი ზედმეტ ძალისხმევში. ხო, იქ ფაქტობრივად ხო, თუმცა ხა ირანთან რა თქმა უნდა უფრო მასშტაბური და უფრო სერიოზული პრობლემა ამის მოგვარებას შევიდა. აი თუნდაც ის ფაქტი, ხო, გიორგი ბატონო, რომ ის ამერიკული ლიცენზიით შევიდა ამას მალავე. იქ ამერიკამ დათონება რომ ის ჰუმანიტარული თვითით ახლა აქ რო გემი რო კუბაში რუსული შედის ამერიკული ნება თვით და ამერიკელებმა იცოდნენ რომ იქ აცი არ აღიყო არცაფერი გაჭრიკილი იყო ის გემი და ეს უკვე რაზე მიანიშნებს იქ საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილია იმ კუბაზეც ხო ანუ დღეს თვითონ მოსკოვშიც არის სიტუაციაში და ეგრევე შეიცვალა სიტუაცია თბილისში. რუბიოს არის ამან განაპირობა. მაგრამ ეს უფრო მოდი კონტროლის ზარი იყო, ესე მე ასე დავარქმევდი. რა რომ გაკონტროლდეთ.
კი ბატონო, ჯერ ესეთი ფრენსის ფუკუიამას ამ ცნობილ ძალიან ფილოსოფოს აქციგნი, რომელსაც ქვია ტრასტ, ნდობა, 95 წელს დაწერა. და ის ამბობდა ზუსტად ამას, რომ პოლიტიკაში 21 საუკუნეში არ იქნება ნავთი, ოქრო. თუნდაც ხელოვნური ინტელექტი თავად იქნება ნდობა. აი ეს სიტყვები ფუკუიამას, რომ ნდობა არ არის და ის ახლა გადატვირთვა, არ უსენებია გადატვირთვა დეპარტამენტს თქვა, კავკასია, ხო? შავი ზღვა, ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოება, როცა ომში ჩართული ქვეყანა, სამთავარი ქვეყანა გეუბნება უსაფრთხოებაზე, შენ 170 კილომეტრი რო ხარ იმ ომიდან, უსაფრთხოებაზე ეს გაფრთხილება უფროა და იმის თქმა რომ გაკონტროლებ და გაგიკონტროლებ ყველა ნაბიჯს და მე უფრო მეცაც გეტყოდეთ როგორც ყოფილი შორისაჭროს დივანი. ლაპარაკი არის იარაღზე, ნუ ბევრ დეტალზე ვერ ვილაპარაკე, მაგრამ არის ძალიან სერიოზულ რაღაცაზე, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორი ვიყავით და რჩებით, ეს შეჩერებულია რა ნიშნავს ამერიკი აქედან წასულია და ამერიკული სპეცსამსახურები, ხო? ძალიან ბევრი რამ არის საქართველოში, რის შესახებაც ჭირდება ხალხელება ჩვენი, რომ რაღაც ან ინფორმაციის გაცემაზე არ წაუსწრეთ ხელი, ან არ დაუშვან ის ხალხი. ნუ აღარ მინდა ამ თემაზე ძალიან ბევრი ვილაპარაკო, მაგრამ არის რაღაცები, რის გამოც გაფრთხილება ვიღაცებს ჭირდება. აი ეს არის, თუმცა მე დავეთანხმები ბალტოსებს, ეს კარგია. ეს არის ძალიან კარგია. ძალიან კარგია რომ აქ თუ ხდება ხეს ნელ-ნელა უნდა გადაინაცვლონ და დაბრუნდნენ იმ მდგომარეობაზე, რასაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ქვეყნის სტატუსი ქვია და რასაც ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორის სტატუსი იქნება. თუ აქეთ მიდივართ, ან თუნდაც ჯერ გაუცნობიერებლად, მაგრამ ხვდებით რომ ეს ამ ქვეყნის მომავალია და ამ ქვეყნის ბუნებრივი მდგომარეობაა, ეს კარგია. ბატონ სერგო, ბოლოს რამდენად ფიქრობთ რომ ბატონ კოდას რისი მოლოდინიც აქვს რომ ისინი ხვდებიან ამას, ან თუნდაც აქვთ იმის შეგრძნება რომ მართლაც აქვთ კიდევ რაღაც რესურსი შემოტრიალდნენ. მაგალითად ვახსენოთ ისიც რომ ეს სატელეფონო ზარი შეუმჩნეველი არ დარჩენილა არც ირანის ხელისუფლებისთვის, ნახეთ დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიისთვის სრულიად უპრეცედენტო საქართველოსთვის ყოველ შემთხვევაში განცხადება, რომელიც იმავე დღეს ქართულ ენაზე, ქართული აუდიტორიისთვის დაიდო ირანის მოქმედი ელჩის მიერ, რომელიც ძალიან პროაქტიულია სხვა შორის თავის წინამორბედებისგან განსხვავებით, ზედმეტად. ხვდებიან თუ არ ხვდებიან, ესენი არიან გარკვეულ წერტილს, გეთანხმებით, რომ თავარი გზავნილი და სხვა შორის არა მარტო ხელისუფლების მიმართ, არამედ მთლიანი პოლიტიკური სპექტრის მიმართ, იყო პრაქტიკულად ის, რომ თავარი ინტერესი ამერიკის შეერთებული შტატების ეს არის კავკასიისა და შავი ზღვის უსაფრთხოება. ეს თავარი გზავნილი არის და ამ გზავნილის ადრესატი ამ შემთხვევაში იყო გასაგებია, რომ იყო უშუალოდ რასაკურველია პირველ რიგში ხელისუფლება, ოღონდ მანამდე რაც ხდებოდა და მერეც რაც ხდება, ჩვენ ხედავთ, რომ ამისი შემძლე რევანდელი ხელისუფლება უბრალოდ არ არის. არ არის, იმიტომ რომ მეორე დღესვე ჩვენ ნახეთ, წარმოიდგინეთ პირდაპირ, ანუ ელჩის პირდაპირ მუქარა და ეს მუქარა თითქოს არ არსებობს, ესე იგი არ შეიმჩნევს. წარმოიდგინეთ, გარკვეული განცხადება, მეგობარი ქვეყნის განცხადება, გერმანიის ელჩის განცხადება, რომელიც ამბობს, შენი მეგობარი არის, დიდი წვლილი აქვს, ხო? და ან ამერიკის ელჩებს რა მოსულია აქ წარმოიდგინეთ, რომლებმაც აგერ 31 გუშინდელი ამბავი მარტის რეფერენდუმზე არის და ჩვენ გუშინ არჩეულებრივად გაიხსენეთ თქვენმა ტელევიზიამ, რომ ნიქსონი იყო აქ ჩამოსული პირდაპირ რეფერენდუმის დროს და უკვე 9 მარტს გამოცხადების დღეს იყო მთავარი რეზოლუცია. კონგრესის რეზოლუცია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ანუ აი ესეთი მეგობრები, როდესაც ამბობენ რაღაცას და გირჩევენ რაღაცას ადამიანის უფლებებზე, რომელიც არ არის მხოლოდ შიდა საქმე. ხო, ეს არის დემოკრატია, არ არის მხოლოდ შიდა საქმე. ამასთან ვალდებულებები გაქვს, ნაკისრი ვალდებულებები. ამასთან დაკავშირებით რაღაცას განცხადებას რო აკეთებენ, აქედან ისტერიკა არის და თითქოს და ერევიან და აგენტების კანონი მიიღებს და მთელი სპეციალური პირები ყავთ გამოყოფილი, რომლებიც ბილსიტყვაობითაც ასაკურველია. ხო, პირდაპირ შეურაცხყოფდა. აქ ჩვენ სამცირებლად სპეციალურად. ხო, რასაკურველია და აქ ჩვენ ხედავთ, ანუ მეორე დღესვე, ხო, როგორც კი
შენ გეუბნებიან რომ თავარი არის კავკასიის უსაფრთხოება და სინამდვილეში დღევანდელი ხელისუფლება ასე ვთქვათ ღალატობს არა მხოლოდ ქართული ქართულის ეროვნულ ინტერესებს, არამედ კავკასიის ინტერესებს. დღეს ისე გამოვიდა, წარმოიდგინეთ, საქართველოს, რომელიც იყო ყოველთვის ფორვარდი და ლიდერი არა მარტო კავკასიაში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში, ხო, როგორც პროდასავლური ქვეყანა, როგორც წინმიმავალი ქვეყანა. დღეს ის არის ჩამორჩენილი ქვეყანა კავკასიაში და კავკასიის უსაფრთხოების სუსტი რგოლი. ხო და მეორე დღესვე აი ამ განცხადების მერე ამ ზარის მერე მეორე დღესვე ერთი მხრივ გაკეთდა განცხადება ირანის ელჩისგან და იგივე დღეს გაკეთდა იგივე პირდაპირ ჩარევა და ეს არის საქართველოს ეკლესიის საქმეებში ჩარევა რასაკვირველი არის საქართველოს უსაფრთხოების საკითხი, იმიტომ რომ ამ ხელა საზოგადოებრივ ინსტიტუციასთან აქვს ხო? რასაკვირველია, მაგრამ სპეცსამსახურია. რასაკვირველია. ორივე შემთხვევაში და რატო ხდება? იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ აირჩია ყოფნა არა მეგობრებს შორის და ცივილიზებული ურთიერთობები, არამედ ურთიერთობა ავტორიტარულ ქვეყნებს მათთან მეგობრობა, მათ ჯაჭვში ყოფნა და იქ როგორც კრიმინალურ სამყაროში ყველაფერს წვეთს ძალა იქ მეგობრობა კი არ არის და გარკვეულწილად ეს ურთიერთობა, რომელიც სტანდარტიზებულია, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობა. არა, პატარა ხარ, სუსტი ხარ, წამოგარტყავ თავს. დაგაშინებ, დაგაშანტაჟებ, ჩავერევი ამაში, ხო? და მეორე დღესვე გამოჩნდა, რომ ეხლა მართლაც რომ უნდოდეთ, ასე ვთქვათ, ქართულ ოცნებას რაღა თითქოს რაღაცის შეცვლა და არაფერი არაცა ჩანს და არც იხატება არაფერი, ხო? არანაირი პერსპექტივა. პირიქით, ხო, უფრო პირიქით, ხო? პრაქტიკულად ის არც არის შემძლე, ის ვერ აკონტროლებს საქართველოში პროცესებს, უსაფრთხოების პროცესებს. ის არ არის ერთადერთი მოთამაშე საქართველოში. აგერ ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი, ასე ვთქვათ, იხსნება, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო და კონკრეტული მიზეზების გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში არის დასანქცირებული, ხო? იქ სხვადასხვა რუსეთი ერევა ყოველ წუთში და ყოველ იმაში ისე რომ ხშირ შემთხვევაში არც ეკითხება ამათ. და ფაქტი არის, რომ ის გამოწვევა, რომელიც არსებობს ამ რეგიონში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ამერიკა ამ რეგიონში არის. და ის თავის თამაშის წესებს ითხოვს. მნიშვნელოვანი, რომ ამ გაგებით შეერთებული შტატები დაბრუნდა, ქვია, რუბიოს ამ რეგიონში დაბრუნდა. დონეზე გაგრძელება აუცილებლად მოყვება. მადლობა ბატონო კოტე, ერთი პატარა რეპლიკა ხო? ძალიან და რეკლამაზე. ფუნქცია სახელმწიფოსი განსაზღვრავს მისი არსებობის პოტენციალს, ხო? აი სიტყვა როცა იყო ნათქვამი შავი ზღვა, რუბიოს მიმართ ამ ხელა სახელმწიფოს თავად წარმომადგენელში, ეს ნიშნავს ჩვენთვის ფუნქციის დაბრუნებას, რომ შავ ზღვასთან სომხეთს და აზერბაიჯანს არ აქვს არანაირი კავშირი, ხო, პირდაპირ. ანუ თქმა იმისა, შავი ზღვა უსაფრთხოება და მოგმართავთ თქვენ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს დავბრუნდით ამ თემაში ყოველთვის ვიზახდით ამ შავი ზღვა იქნებოდა გადამწყვეტი თემა რომ შავი ზღვა მონიშნა და მოხაზა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა როგორც მისი ინტერესების სფერო და საქართველოს რომელიც არის მისი სტრატეგიული პარტნიორი და ეს შეჩერებულია კიდევ გამეორდები და არ არის გაუქმებული და იმედია რომ აქეთკენ წავალთ ხდება ერთ-ერთი მთავარი ჩვენივე უსაფრთხოების აი საგანი და ბერკეტი რომელიც აღარ შეიცვლება კავკასიის სცენებას შავ ზღვასთან ერთად ნიშნავს რომ საქართველოს იქნება ისე ცენტრი რომ საქართველოს არის შავი ზღვის ქვეყანა ძალიან საიმედო და პერსპექტიული ინტერპრეტაცია თქვენი მხრიდან ამ სატელეფონო საუბრის შინაარსის და შეერთებული შტატების შეფასებების